მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ექიმი გვირჩევს. მე მისი წამყვანი ნანა ყავრელიშვილი ვარ და დღეს გადაცემაში სტუმრად გვყავს ექიმი სისხლძარღვთა ქირურგი ლევან გოგლიაშვილი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ათეროსკლეროზე. მოგესალმებით ლევან და მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ თქვენთან ვარ და ვისაუბრებთ ამ ვერაგ დაავადებაზე და მიხარია რომ ჩვენ მაყურებელს გავაცნობთ ამ დაავადების შესახებ მეტი ინფორმაციას, რადგან ინფორმაციის ქონა არის ძალა. ცოტა ტერმინი ათეროსკლეროზი დამაბნეველია, სხვა ასოციაციებს იწვევს, რომ განგვიმარტოთ რა არის ათეროსკლეროზი და რა შეიძლება იყოს მისი გამომწვევი მიზეზი. სიამოვნებით, პირველ რიგში გავუსაუბროთ, რომ ათეროსკლეროზი არანაირად არ არის კავშირში ეგრეთ წოდებულ დაავადებასთან, სკლეროზთან და ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას. სანამ უფრო დაავადების განმარტებაზე გადავალთ, მინდა რომ ჩვენ მაყურებელს აუხსნა, რომ ადამიანის ორგანიზმში არის ორი ტიპის სისხლძარღვი. ეს არის არტერიული სისხლძარღვი, რომლითაც გულიდან ორგანოებს და პერიფერიას და კიდურებს მიეწოდება სისხლი და ვენებით ბრუნდება უკან გულისკენ სისხლი. ანუ არტერია არის მიმწოდებელი სისხლძარღვი, რომელიც საკვები ნივთიერებები მიეწოდება ორგანოებს და ვენებით ბრუნდება უკან სისხლი გულისკენ. ზუსტად არტერიული სისტემის დაავადება ათეროსკლეროზი, რაზეც შემდგომში ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა. რო გითხრათ რა სიმპტომები ახასიათებს ათეროსკლეროზს და ზოგადად არის თუ არა შემთხვევები, რომ ადამიანი წინასწარ გრძნობს, სანამ ეს დაავადება გართულდება? ათეროსკლეროზის დროს ხდება სისხლძარღვების შევიწროება. რის დროსაც სისხლი აღარ მიეწოდება ამა თუ იმ რეგიონს, სადაც ხდება ამ სისხლძარღვების შევიწროება. პირობითად ჩვენ უფრო გავრცელებული პათოლოგიები რაც არის, რომ დავიწყოთ არის თავის ტვინის მკვებავის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროება, ანუ ეგრეთ წოდებული საძილი არტერიების შევიწროება, რა დროსაც სისხლი არ მიეწოდება კარგად თავის ტვინს. ხდება შევიწროება სანათურის და ამ დროს ვითარდება ხოლმე ინსულტი ეგრეთ წოდებული, რომელიც პრაქტიკულად ნაადრევი დიაგნოსტიკის და მკურნალობის გარეშე არის განაჩენი, იწევს პაციენტის მყარი ინვალიდიზაციას, რაც უარყოფით აისახება როგორც ოჯახის დონეზე ადამიანების ცხოვრების ხარჯზე, ასევე სახელმწიფო დონეზე, იმიტომ რომ სახელმწიფოს ძალიან ძვირი ურდება მე ესეთი პაციენტების მკურნალობა და ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს, რა თქმა უნდა, არის ნაადრევი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. მეორე სიმპტომებს რო შევეხოთ, ყველაზე ხშირად გავრცელებული სისტემასა და რეგიონი, რაც ხდება შევიწროება, ეს არის ქვემო კიდურების სისხლძარღვების შევიწროება. ამ დროს ხდება, ესე იგი, იმ სისხლძარღვების შევიწროება, რომელიც კვებავს ქვემო კიდურებს, რა თქმა უნდა, და ვლინდება ისე, რომ მაგალითად პაციენტებს აქვს ეს სიმპტომები. დაიწყებენ სიარულს, გაივლიან 50 ან 100 მეტრს, დაიწყებათ ტკივილები წვივებში, წვივის კუნთებში მოჭერითი ხასიათის ტკივილი და უნდა გაჩერდნენ, დაისვენონ 5 წუთის მერე იგივე მანძილი უნდა გაიარონ, მერე ისევ დაიწყებათ ტკივილი და ესე. ამასთან ერთად თუ უფრო შორსწასული არის დაავადება და პროგრესირებულია უკვე, შეიძლება მოხდეს თითისფერის შეცვლა, წყლების გაჩენა, განგრენა და რა თქმა უნდა მოსვენებითი ძლიერი ტკივილი. ერთ-ერთი კიდევ მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ხდება ხოლმე, რომლის არტერიის შევიწროება ხდება ხოლმე ათეროსკლეროზის დროს, ეს არის ნაწლავების კვებავის სისხლძარღვები, უხეშად რო ვთქვათ, რომელიც შევიწროვდება და ხდება სისხლის ნაკლეობა ჩვენი მუცლის ორგანოების. პაციენტს აქვს ძირითადი სიმპტომი, რაც არის ხოლმე ჭამისდან 9 საათში ან 1 საათში მაქსიმუმ ეწყება ძლიერი ტკივილი. ესეც მიანიშნებს, რომ დიფერენცირება თქმა უნდა მოხდეს კუჭისწყლოვან დაავადებასთან, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხოლმე ეგრეთ წოდებული მუცლის ანგინას ვეძახით ტერმინოლოგიურად, რომ ესეც უნდა იყოს გამორიცხული, რომ ხომ არ არის შევიწროებული ეგრეთ წოდებული მეზენტერიული არტერია, რომელიც კვებავს ნაწლავებს. ანუ ყოველივე ეს სიმპტომი ნიშნავს იმას, რომ ათეროსკლეროზი შეიძლება გავლენას ახდენდეს ძალიან მძიმედ სხვადასხვა ორგანოებზე. დიახ, რა თქმა უნდა, ამ სიმპტომების შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ რაც ჩამოვთვალეთ, უნდა გამოირიცხოს სისხლძარღვების შევიწროება და მისი ხარისხი უნდა დადგინდეს. რამდენად სწრაფად პროგრესირებადი დაავადებაა?
ათეროსკლეროზული დაავადება არ მიეკუთვნება სწრაფად პროგრესირებად დაავადებებს, როგორც წესი, თუმცა არსებობს თუ პაციენტი, ასე ვთქვათ, იმ გამომწვევი მიზეზები, რასაც ათეროსკლეროზი იწვევს, რაც არის მოწევა, ჭარბი წონა, დიეტის დარღვევა, კვების არასწორი რეჟიმი, გენეტიკური განწყობა, შაქრიანი დიაბეტი, ესეთ პაციენტებში, რა თქმა უნდა, უფრო მეტად სწრაფად პროგრესირებს ხოლმე და უფრო მეტად საწყის ეტაპზე პროგრესირებს ნელა. მაგალითად, შეიძლება პაციენტს არტერიის შევიწროება წლები მიმდინარეობდეს და მიხვდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე თითი გაუშავდება, ან ეს ფეხთა მიმართებაში, ან ნაწლავების კვება უსწრაფობით დაეხურება ეს მუცელთა მიმართებაში და თუ ის რაც შეეხება, მაშინ შეიძლება მოხდეს დიაგნოსტირება, როცა უკვე ინსულტი დაემართა. ამიტომ არის, რომ ამ სიმპტომების აღმოჩენისთანავე დიაგნოსტიკას უნდა მიმართოთ. აი აქვე დიაგნოსტიკასთან დაკავშირებით რო აგვიხსნათ, როგორ ხდება დიაგნოსტიკა და როგორია მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. დიაგნოსტირებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, როგორც ყველა დაავადების დიაგნოსტირება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი უნდა მივიდეს სწორ სპეციალისტთან, ანგიოქირურგთან ან ანგიოლოგთან და უნდა მოხდეს პირველ რიგში ანამნეზის სწორად შეკრება. ანამნეზი ნიშნავს დაავადების ისტორიის სწორად შეკრება. ამის შემდგომ ჩვენ ვახდენთ ხელით გასინჯვას, ეგრეთ წოდებული პულსაციის გასინჯვა კიდურებზე, ხელებზე, საძილი არტერიებზე, ფეხებზე, რის შემდგომაც თუ სიძრღვების ან თუ პულსაცია იყო შესუსტებული ან საერთოდ არ იყო, მერე გეგმავთ შემდგომ კვლევას. შემდგომი პირველ საფეხური გასინჯვის მერე, რა თქმა უნდა, ეს არის ესე იგი ეხოსკოპიური კვლევა. ეგრეთ წოდებული დუპლექს სკანირება, რომელიც არის ეხოსკოპიური ძალიან მაღალი ინფორმაციულობის მომცემი და ასევე პრაქტიკულად არაინვაზიური კვლევა, გვაძლევს ინფორმაციას სიძრღვის სანათურის დიამეტრზე, სისხლის მიმოქცევის სიჩქარეზე, არის თუ არა თრომბის სიძრაღში, არის თუ არა ათეროსკლეროზის ფოლაკეთზე საუბრობთ, რამდენად არის შევიწროებული სიძრაღი, რამდენად არის გაქვავებული, კალცინებული ფოლაკით. ხო, არის თუ არა ასევე კიდევ სხვა ინფორმაციაც არის თუ არა ანევრიზმა, არის თუ არა ესე იგი გამსკლარია ანევრიზმა, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ათეროსკლეროზზე, ყველაზე მეტი ინფორმაცია არის მაგალითად საძილი არტერიების სტენოზის ხარისხი, ქვემო კიდურების არტერიების სტენოზის ხარისხი, სიჩქარე, სიძრღვების და ასე შემდგომ რა. და ბოდიში დავამატებ და რა თქმა უნდა თუ აქ მოხდება უკვე დადასტურდება ხელით გასინჯვის შედეგად და ეხოსკოპის შედეგად დადასტურდება რომ პაციენტს აქვს მაობლეტირებული ანუ ესე იგი სიძრღვის დამხურავი ათეროსკლეროზი, მაშინ ჩვენ უკვე ვაკეთებთ ეგრეთ წოდებულ კატიანგიოგრაფიას. კატიანგიოგრაფია ეს არის უკვე ინვაზიური, მაღალტექნოლოგიური მეთოდი, რომელიც უფრო ზუსტ ინფორმაციას გვაძლევს სიძრღვის დაზიანების, გავრცელების შესახებ, რაც გვეხმარება, რომ სწორად დავგეგმოთ მკურნალობის ტაქტიკა. ერთადერთი შეზღუდვა აქვს კატიანგიოგრაფიას, თუ პაციენტს აქვს თერმის ქრონიკული უკმარისობა, მაშინ კატიანგიოგრაფიას ვერ ვიყენებთ, იმიტომ რომ კატიანგიოგრაფიის დროს ჩვენ გვჭირდება კონტრასტი, ეს კონტრასტი ცუდად მოქმედებს თირკმაზე და უფრო აუარესებს თირკმის ფუნქციას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ მიმართავთ ხოლმე ეგრეთ წოდებულ MRT, ანუ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიულ გამოკვლევას, რომელსაც სჭირდება ძალიან ცოტა კონტრასტი, რომელიც არის არაინვაზიური და ამით ვახდენთ ხოლმე დაავადების დიაგნოსტირებას ეს პაციენტებში. აი მას შემდგომ რაც დიაგნოზი დაისმევა, როგორ ხდება მკურნალობა, ექვემდებარება თუ არა მედიკამენტურ მკურნალობას, ან როდის ხდება ქირურგიული ჩარევის საჭიროება. შაბლონურად რო ვთქვათ, მკურნალობა როგორც წესი საქართველოში მით უმეტეს პაციენტებს მმართველობა არის ხოლმე ძალიან გვიან, უკვე ისეთ სტადიანზე, რომ ოპერაციის გარეშე პრაქტიკულად კიდევ ვერ შევინარჩუნებთ. თუ პაციენტი მომართავს დროულად, თუ იდაროს გეგმიური გამოკვლევების და დროულად მოხდება აღმოჩენა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სისტემის დაზიანება, რა თქმა უნდა, თავიდან შეიძლება დაავადების პროგრესირების შეჩერება და მედიკამენტოზურად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და გართულების თავიდან ნაცილება. მაგრამ როგორც წესი, ესე არ ხდება ხოლმე, პაციენტები მოდიან უკვე ისეთ დაზიანების პირობებში, რომ ოპერაციული ჩარევა არის გარდაუვალი. თუ პაციენტი დადის 200 მეტრს ტკივილის გარეშე, ქვემო კიდურებს რაც შეეხება და ეს 200 მეტრი საკმარისია მისი ცხოვრების ხარისხისთვის,
ანუ მაშინ ჩვენ ოპერაციულ მკურნალობაზე საკითხს არ ვსვათ. ქვემო კიდურებს რაც შეეხება. იმიტომ რომ თვლით რომ ესეთ დროს გართულებების ოპერაციის შემდგომ და ესეთ მდგომარეობაში ჯობია რომ იაროს 200 მეტრი. მაგრამ თუ პაციენტი გადის ნაკლებს 200 მეტრზე, ან 200 მეტრს, მაგრამ მისი ცხოვრების ხარისხისთვის საკმარისი არ არის ეს, ხო? მაგალითად მომყავს ხოლმე ხშირად რომ არის მეტყევე მაგალითად ჩვენი პაციენტი, ხო? მყოლი ეგეთი პაციენტი და მეტყევე უნდა იყოს კილომეტრები. რომ დაფაროს ეს თავის სამსახური რასაც მოიცავს. ესეთ შემთხვევაში გასაგებია რომ 200 მეტრი მას არ დაეხმარება სიაული. 200 მეტრი, ანუ რო გაიაროს 8 კილომეტრი, რამდენჯერ უნდა დაისვენოს, ხო წარმოგიდგენიათ. ამიტომ ესეთ პაციენტებს რა თქმა უნდა ოპერაციას თავაზობთ. იმის მიუხედავად რომ 200 მეტრს გადიან. და ვინც 200 მეტრზე ნაკლებს გადის, რა თქმა უნდა, იმას გეგმიურ ოპერაციას უკეთებთ. ვისაც უკვე თითი აქვს დაზიანებული, ან ფერი აქვს შეცვლილი, ან ფრჩხილი აქვს გაშავებული, ან წყლული აქვს, რომელიც არ უხორცდება, ან მოსონებითი ხასიათის ტკივილი აქვს, ესეთ პაციენტებს ჩვენ ვკეთებთ სასწრაფო დაყოვნებულ ოპერაციას. ეს გულისხმობს, რომ უახლოეს 5 დღეში უნდა ჩატარდეს ოპერაცია. და რომ შევინარჩუნოთ კიდური. გავაგზავნებ, რომ ახლა ვსაუბრობთ საძილი არტერიების შევიწროებაზე. ესეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტს სიმპტომები საერთოდ არ ქონდეს, მოვიდეს ფეხით ტკივილის ჩვენთან, მაგრამ ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ თუ ფეხშია დაზიანება შეიძლება იქაც იყოს და უსიმპტომოდ, ყოველთვის ვამოწმებთ საძილი არტერიებსაც. და ძალიან ხშირად აღმოგვიჩვენია მნიშვნელოვანი სტენოზი. მნიშვნელოვანი სტენოზი იგულისხმება ხოლმე 50%-ის ზემოთ. და ასევე თუ პაციენტს აქვს სიმპტომები. თავის ტვინის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თავბრუსხვევა, ბარბაცის ციარული, ყურებში ხმაური, დაბინდვა მხედველობა პერიოდულად ამოვარდნა რომელიმე ველის. ხო? ესეთ სიმპტომები თუ აქვს და არის პლუს 50%-იანი შევიწროება, მაშინ აქაც უკვე ვგეგმავთ ოპერაციულ ჩარევას. აი მას შემდგომ რაც ოპერაცია ჩაუტარდება პაციენტს, როგორი რეაბილიტაციის პერიოდი აქვს, რამდენად რთულია რეაბილიტაცია და რისთვის უნდა იყოს პაციენტი მზად. მოდი, ხო შეიძლება რომ გადავწეროთ. კითხვა, ანუ ჩვენ რაც ჩავთვლით ზოგადად ოპერაციები, რა ტიპის ოპერაციას ვაკეთებთ, ეგ არ გვილაპარაკია. ხო არ ჯობია რომ კითხვა დავსვათ, აი რა ტიპის ოპერაციები ტარდება. იმიტომ რომ თუ რეაბილიტაციაზე ვლაპარაკობთ, ზოგ ოპერაცია შეიძლება რეაბილიტაცია, ზოგს არა. და თან კარგი იქნება რომ ესეც რა ტიპის ოპერაციები და ეგეც თქვათ. უფრო დეტალურად რო გითხრათ, რა ტიპის ოპერაციები ტარდება ათეროსკლეროსთან დაკავშირებით. ძალიან კარგი კითხვა. მე მინდა რომ დავიწყოთ მაგალითად საძილი არტერიების ოპერაციული მკურნალობის შესახებ. როგორც წესი საძილი არტერიების ოპერაციული მკურნალობა ტარდება ხოლმე ღია წესით. ეს არის საძილი არტერიებიდან ენდარტერექტომია, რაც ნიშნავს იმ ათეროსკლეროზული ფოლაკის ამოკვეთას სანათურიდან, რაც იწვევს სიმპტომს და რამაც შეიძლება გამოიწვიოს ინსულტი. შესაბამისად, ეს ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში, პაციენტს უნდა ეძინოს, თუმცა არის საშუალება ხოლმე ხშირად დამოკიდებულია პაციენტის ზოგად მდგომარეობიდან, შეიძლება პაციენტს ეღვიძოს კიდევაც და ისე გაუკეთოთ ესეთი ტიპის ჩარევა და ვაკონტროლოთ ყოველ დროს მისი ტვინის ფუნქცია და რა თქმა უნდა ესე დროს ანესთეზიოლოგიური ბრიგადის მხარდაჭერა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ტიპის ოპერაცია არის სტენტირება. სტენტირების დროს ხდება ჩხვლეტით ბარძაყის მიდამოდან საზარდულის არედან შესვლა სისწრაფში და სპეციალური კაროტიდული სტენტის, ანუ რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ამ არტერიისთვის, ისეთი სტენტის ჩაყენება სისწრაფში. რაც აფართოებს სისწრაფს, გადაფარავს ათეროსკლეროზულ ფოლაკს და რა თქმა უნდა აღადგენს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. იგივენაირად შეგვიძლია ვისაუბროთ ქვემო კიდურების არტერიების შევიწროების მკურნალობაზე. აქაც გვაქვს ენდოვასკულარული, ანუ სტენტირება, ენდოსკოპიჩარევ, ანუ სტენტირება, აქაც გვაქვს ღია მეთოდი, ანუ ეგრეთ წოდებული ენდარტერექტომია და შუნტირება და ასევე ჰიბრიდული მეთოდი. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ შეიძლება პაციენტს დაჭდეს როგორც ენდარტერექტომია, ანუ გაჭრა და ფოლაკის ამოღება და ამავდროულად სიზარღვების ბალონური ანგიოპლასტიკა და სტენტირებაც. ამას ქვია ჰიბრიდული მეთოდი. თუ რაც შეეხება ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის თემას, პირველი რაც არის ხოლმე რომ თუ პაციენტს ჩაუტარდა მხოლოდ ენდოვასკულარული ჩარევა ჩხვლეტით, მაგალითად ხელიდან შეგვიძლია ჩავიდეთ ჩვენ
გავაფართოვოთ ქვემო კიდურის სისწრაფები ხელიდან. ამ შემთხვევაში რეაბილიტაცია პრაქტიკულად პაციენტს არ აქვს, იმიტომ რომ შეუძლია საოპერაციო მაგიდიდან ვიადგეს და თავისი ფეხით გავიდეს დაждდეს ეთში და პალატაში გადავიდეს საოპერაციოდან პირდაპირ და მე გააგრძელოს ჩვეულებრივად სიარული. ესეთ პაციენტს ერთი დღე ვაყოვნებთ კლინიკაში. მაგრამ თუ დაჭირდება ღია ოპერაცია, ქვემო კიდურზე შუნტირება, ანგაჟრა. რა თქმა უნდა, ესეთ პაციენტებს ჩვენ 2-3 დღე ვაჩერებთ კლინიკაში. პირველი დღეს არ ვააქტიურებთ, უნდა იწვეს, მეორე დღეს უკვე ვააქტიურებთ პაციენტს და 3 დღეში ვწერთ სახში 2 კვირა დაახლოებით წოლითი რეჟიმი არა, მაგრამ ძირითადად წოლითი რეჟიმია, ნიშნება შეხორცდეს ჭრილობა ბარძაკის არეში და როცა უკვე ჭრილობა შეხორცდება, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად უკვე დატვირთვა შეიძლება. და საძილი არტერიებს რაც შეეხება, როდესაც საუბრობთ საძილი არტერიებიდან არტერიექტომიაზე, ხო? რა თქმა უნდა, იქაც პირველი დღეს არ ვაქტიურებთ, მეორე დღიდან ხდება აქტიურობა და მესამე დღეს პაციენტს ვწერთ. და იქიდან გამომდინარე ჭრილობა არის კისერზე, რა თქმა უნდა, მოძრაობა რაღაც პერიოდი შეზღუდულია, მაგრამ როგორც კი 2 კვირაში ჭრილობა შეხორცდება, ჩვეულებრივად უბრუნდებიან ხოლმე ცხოვრების ხარისხს. ვინ შეიძლება აღმოჩნდეს რისკ ჯგუფში და რას ურჩევდით? კაი. რა? ახალად თქვია. ვინ შეიძლება აღმოჩნდეს რისკ ჯგუფში და რას ურჩევდით ამ ადამიანებს პრევენციის მიზნით? ერთი სამწუხარო ფაქტი რაც შეიძლება რისკ ჯგუფზე ვისაუბროთ არის ის, რომ ეს დაავადება, ალბათ როგორც ყველა დაავადება შეინიშნება, გაახალგაზრდავდა. იმიტომ რომ ჩვენ ჩაგვიტარებია შუნტირება 35 წლის ბიჭზე. ჩაგვიტარებია რეკონსტრუქციული ოპერაცია 38 წლის ბიჭზე. ბოლო პერიოდზე რაც მახსენდება ეს ეპიდემია. შესაბამისად უკვე ადრე როცა ვიცახდით ამათ აი 45-40 წლის ზემოთ მამაკაცები მოვითან თუ მწებელები არიან და ქალბატონები 50 წლის ზემოთ, ვისაც დიაბეტი არ აქვს, ოღონდ ჯერ ისევ საუბრობ, ხო? უნდა გაიარონ თქვა გეგმიური შემოწმება თუ რაღაც ზემოთახსოვე სიმპტომები ექნებათ. უკვე ამას ვეღარ ვიძახით ეს თამამად, იმიტომ რომ ძალიან გაახალგაზრდავდა ეს დაავადება. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც იყოს 35 წლის, რომელსაც აქვს ის ჩივილები, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, ხო, ჯობია მივიდეს სპეციალისტთან, მოხდეს ჰიპერდიაგნოსტიკა, თუნდაც რომ გულისხმობ, რომ შეიძლება არ ჭირდეს, მაგრამ ჯობია სპეციალისტმა გასინჯოს, პულსაცია მოისმინოს, დოპლერი გაუკეთოს, გამორიცხოს შევიწროება, ვიდრე მივიღოთ ის, რომ ახალგაზრდა ასაკში კიდური დავკარგოთ. და ამიტომ ვფიქრობ, რომ წეველებმა 35 წლის ზემოთ აღნიშნული ჩივილებით უნდა მიმართონ ანგიოლოგს. აი, დემოგრაფიული კუთხით მამაკაცებში უფრო მეტად გახშირებულია თუ ქალბატონებში ეს დაავადება? ჩვენ ვისაუბრეთ ჩაწერამდე ამ თემაზე და ესეთი სტატისტიკა რა თქმა უნდა არსებობს და მამაკაცებში უფრო მეტად არის გავრცელებული ეს დაავადება, თუმცა შეგვიძლია ესეც აღნიშნოთ საკუთარი პრაქტიკიდან დაკვირვებით, რომ ქალბატონებში თუ არის უფრო ცუდად არის ხოლმე გამოხატული, ვიდრე თქვათ მამაკაცებში იგივე ასაკის რო შევადაროთ. და ეს დამოკიდებული არის ბევრ რამეზე, რომ მაგალითად ვენური დაავადება ქალებში უფრო მეტად არის გავრცელებული ვიდრე კაცებში. ათეროსკლეროზული დაავადება იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი გამომწვევი მიზეზი მაინც მიჩნეულია არასწორი კვება და ასევე სიგარეტის მოწევა, ხო? შესაბამისად მამაკაცებში უფრო მეტად არის გავრცელებული ეს დაავადება. ამიტომ დემოგრაფიული კუთხით საქართველოში რო არ მოგატყოთ სტატისტიკა არ მაქვს და ესე პირდაპირ ვერ ვიტყვი, აქაც კახეთში უფრო მეტად არის გავრცელებული თუ დასავლეთში თუ ესე და მომავლისთვის გავითვალისწინებ ამ კითხვას და ვეცდებით რა მომწურავად გქონდეს სტატისტიკა, თუმცა არ ამგონია რომ ისმეს ეს შეესწავლა. ალბათ გვეცოდინებოდა. თუმცა შემიძლია ვთქვათ ვენურ დაავადებაზე ვთქვათ, რომ უფრო ქალებშია გავრცელებული და უფრო იმ კუთხეებში, სადაც მეტად ცხელა. მადლობა ლევან, საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის და ჩვენთან გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე კი შეგხვდებით მომდევნო ხუთშაბათს გემშვიდობებით.